მოგესალმებით მეგობრებო, მე და ჩემი არხი კეტო მეგობარი. დღეს ვისაუბრებთ იმაზე, თუ რას ვჭამთ კეტო დიეტის დროს. ასევე გასწავლით იმას, თუ როგორ უნდა დავთვალოთ ნახშირწყლები მარტივად. პირველ რიგში დავიწყოთ იქედან, რომ კეტო დიეტის დროს ჩვენი ყოველდღიური კვების რაციონის ძირითად ნაწილს შეადგენს ცხიმი, რომელიც დაახლოებით 60-70%-ია. 20-30% ეთმობა ცილას, ხოლო 10% ნახშირწყლებს. დავიწყოთ ცხიმით. ცხიმის სახით უნდა მივიღოთ აუცილებლად ჯანსაღი ცხიმი, რომ არ დაგვიგროვდეს ორგანიზმში არაჯანსაღი ქოლესტერინი. და რა არის ეს ჯანსაღი ცხიმი? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ არავითარ შემთხვევაში კეტო დიეტის დროს არ ვიღებთ რაფინირებულ ზეთებს, რომლებიც არის მომზადებული მაღალ გრადუსზე და ისედაც ძალიან ბევრ არაჯანსაღ, არასასარგებლო ნივთიერებას და შხამქიმიკატებს შეიცავს, რომელსაც ჩვენი ორგანიზმი ვერ გადაამუშავებს და ნალექების სახით გროვდება. მაშინ რა ვჭამთ? კეტო დიეტის დროს ვჭამთ ჯანსაღ ცხიმებს, რომლებიც შეიძლება იყოს მცენარეული წარმომავლობის ან ცხოველური წარმომავლობის. მცენარეულ ცხიმს რაც შეეხება, შეგვიძლია მივიღოთ ზეითუნის ზეთი, ავოკადოს ზეთი, ქოქოსის ზეთი, აუცილებლად უნდა იყოს ცივი და წურვის. რაც შეეხება ცხოველურ ცხიმებს, ცხოველური ცხიმის სახით ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ კარაქი, რომელიც იქნება დამზადებული რძის ნაყებისგან. აქაც არავითარ შემთხვევაში არ ვიღებთ მცენარეულ ცხიმზე დამზადებულ კარაქს, რადგან იგი არ არის ჯანსაღი ნივთიერებებისგან შექმნილი. რაც შეეხება სხვა რძის პროდუქტებს, ცხიმის სახით შეგვიძლია ასევე მივიღოთ ყველი, ხაჭო, არაჟანი, ნაღები. ასევე მინდა გითხრათ, რომ ცხიმის სახით შეგიძლიათ მიიღოთ თვითონ ცხოველის ცხიმი, როგორიც არის მაგალითად ღორის ქონი, ძროხის ქონი. ღორის ქონში შეგიძლიათ შეწვათ ცილოვანი პროდუქტი და ძალიან გემრიელად მიირთვათ. ახლა გადავიდეთ ცილოვან პროდუქტებზე. ცილოსთან დაკავშირებით ჩვენ შეზღუდვები არ გვაქვს. შეგიძლიათ მიირთვათ ნებისმიერი ცხოველის, ან ფრინველის ცილა, ასევე შეგიძლიათ მიირთვათ თევზი, კვერცხი. თევზი შეგიძლიათ მიირთვათ როგორც შემწვარი, ისე მოხარშული, შებოლილი, დამარილებული, დაკონსერვებული იმ შემთხვევაში თუ იქნება მხოლოდ და მხოლოდ მარილ წყალში. მაგალითად, ბაზარზე იყიდება თინუსი მარილ წყალში. ეს შეგიძლიათ მიირთვათ, მაგრამ თუ იქნება ზეთში ან ტომატში ან სხვა რაიმე პროდუქტთან ერთად, ამ შემთხვევაში არ არის. რაც შეეხება ძეხვეულებს, ჩვენ ძეხვეულს კეტო დიეტის დროს არ ვიღებთ. პირველ რიგში, იმიტომ რომ ძეხვეული თითქმის საერთოდ არ შეიცავს ხორცს და თუ არის მაღალხარისხიანი ძეხვეული, ასეთ შემთხვევაში ისინი მაინც შეიცავს ხელოვნურ დამატკობლებს. ახლა კი გადავიდეთ ნახშირწყლებზე. ნახშირწყლებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ყველაზე უფრო მეტად ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან თუ ნახშირწყლების კატეგორიაში ჩვენ მინიმალურ ზღვარს გადავაჭარბებთ, გამოვალთ კეტოზური მდგომარეობიდან, შესაბამისად ჩვენი ორგანიზმი გადავა ისევ ნახშირწყლების ზღვაზე და ცხიმისთვის პროცესზე დაბრუნება საკმაოდ დიდი დრო დასჭირდება და შესაბამისად წონაც გაგვეყინება საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. ნახშირწყლებთან დაკავშირებით პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ ჩვენ არ ვითვლით მხოლოდ ამა თუ იმ პროდუქტში შემავალ შაქრებს. არამედ ჩვენ ვითვლით ისეთი ტიპის ნახშირწყლებსაც, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში შაქრებად იშლება და ზეგავლენას ახდენს ინსულინზე. სწორედ ამიტომ კეტოზე არსებობს ეგრეთ წოდებული წმინდა ნახშირწყლების ცნება და რას ნიშნავს ეს წმინდა ნახშირწყლების ცნება? წმინდა ნახშირწყლები არის პროდუქტში შემავალი იმ ნახშირწყლების ოდენობა, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში იშლება შაქრებად და ზეგავლენას ახდენს შესაბამისად ინსულინზე. იმისთვის, რომ დავიანგარიშოთ კონკრეტულ პროდუქტში წმინდა ნახშირწყლების ოდენობა, საჭიროა, რომ მთლიანი ნახშირწყლების ოდენობას გამოვაკლოთ უჯრედისი და შაქრის სპირტები, თუ რა თქმა უნდა, ასეთ შეიცავს კონკრეტულად ესა თუ ის პროდუქტი. შაქრის სპირტები არის ის ბუნებრივი კეტომეგობრული დამატკობლები, რომლებიც ჩვენს ორგანიზმში უმეტესწილად შაქრებად არ იშლება და ზეგავლენას არ ახდენს ინსულინზე. მეგობრებო, მე მოგიმზადეთ სლაიდები იმ ძირითადი კეტომეგობრული პროდუქტების, რომლებიც ჩვენ შეგვიძლია რომ მივირთვათ კეტო დიეტის დროს. ასევე აქ არის მითითებული კონკრეტული პროდუქტის 100 გრამ შემადგენლობაზე, რამდენ წმინდა ნახშირწყალს შეიცავს, ასევე არის მთლიანი ნახშირწყლების ოდენობის კატეგორიაც და მათი კალორიულობა. პირველი მინდა წარმოგიდგინოთ თესლეული. ახლა ამ ვიდეოს მსვლელობისას გამოჩნდება თესლეული.
თესლეულთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ყველაზე უფრო დაბალნახშირწყლოვანი თესლეული არის ჩიას მარცვალი და სელის თესლი და შეგიძლიათ დიდი რაოდენობით მიიღოთ და ასე ვთქვათ, არც კი დათვალოთ მათი ოდენობა. გოგრის თესლთან დაკავშირებით კი ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რადგან არის მაღალნახშირწყლოვანი პროდუქტი, შესაბამისად აქტიურად შეგიძლიათ გამოიყენოთ კეტო დიეტის პირველ ეტაპზე, თუმცა შემდგომ ეცადეთ, რომ ნაკლებად გამოიყენოთ, რადგან არის საშიშროება, რომ გადავაჭარბოთ დღის განმავლობაში ნახშირწყლების მინიმალურ რაოდენობას. შემდგომი არის უკვე თხილეულის კატეგორია. თხილეულთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ თხილეული აუცილებლად უნდა ჩასვათ თქვენ ყოველდღიურ რაციონში მცირე რაოდენობით და იმისთვის, რომ არ გადავაჭარბოთ ყოველდღიურ დოზას, 100-150 გრამზე მეტი თხილეული სასურველია, რომ არ მიიღოთ. რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, რომ დათვალოთ თხილეულის რაოდენობაც, ისევე როგორც სხვა ნახშირწყლების რაოდენობა. შემდგომი არის უკვე ბოსტნეული. ბოსტნეულში გვაქვს როგორც დაბალნახშირწყლოვანი, ასევე მაღალნახშირწყლოვანი ბოსტნეული. დაბალნახშირწყლოვანი ბოსტნეულის დაცვა არ არის საჭირო დღის განმავლობაში. შესაბამისად ვითვლით მხოლოდ მაღალნახშირწყლოვან ბოსტნეულს. მეგობრებო, მინდა გითხრათ, რომ შეგიძლიათ შეიძინოთ სამზარეულო სასწორი, მაგალითად, როგორც ეს მე მაქვს, ამაში მივეცი 19 ლარი და ძალიან კარგად ვიყენებ. თქვენც შეგიძლიათ შეიძინოთ ასეთი სასწორი და აწონოთ ხოლმე ის პროდუქტები, რომლებიც უფრო მაღალნახშირწყლოვანია და ასე ვთქვათ, გადაანაწილოთ დღის განმავლობაში, ისე რომ მინიმალურ დოზას არ გადააჭარბოთ. ბოლოს უკვე გამოჩნდება ხილის სლაიდი. ხილთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ კეტოზე ვხმარობთ მხოლოდ კენკროვან ხილს, ასევე შეგიძლიათ მიიღოთ ალუჩა, ტყემალი, აუცილებლად უნდა იყოს დაუმწიფებელი, როდესაც დამწიფდება და დათქმება უკვე მათი მიღებაც აღარ შეგვიძლია კეტო დიეტის დროს. კენკრასთან დაკავშირებით რაც შეეხება მარწყვი, მალინა და მაყვალი არის დაბალნახშირწყლოვანი და შეგიძლიათ დღის განმავლობაში 100-150 გრამი მიირთვათ. ხოლო თუ თქვენ გადაწყვიტავთ, რომ შავი მოცვი მიირთვათ, შავი მოცვი არის უფრო მაღალნახშირწყლოვანი და ეცადეთ, რომ დღის განმავლობაში 50-100 გრამზე მეტი არ მიირთვათ, რომ არ გადააჭარბოთ დღიურ დოზას. მეგობრებო, მინდა ძალიან კარგი რეკომენდაცია გაგიწიოთ, თუ როგორ ვითვლი ზოგადად მე ნახშირწყლებს, ასე ვთქვათ, მაგალითად დღის განმავლობაში თუ ვაპირებ, რომ მივიღო კენკროვანი ნახშირწყალი და ასევე თხილეულიც. დავუშვათ 100-150 გრამი მარწყვი არის საშუალო 9 გრამი ნახშირწყალი, ამას დავუმატოთ 100 გრამი თხილეული, რომელიც არის 6-7 გრამი საშუალო და დღის განმავლობაში 15-16 გრამი გამომდის ამ ორი კატეგორიის ნახშირწყლების ჯამი. ამას გარდა მრჩება 15 გრამი თავისუფალი ფანჯარა. სწორედ ასე უნდა გააკეთოთ თქვენც, უნდა დაიტოვოთ თავისუფალი ფანჯარა იმ დაბალნახშირწყლოვანი პროდუქტებისთვის, რომლებსაც ჩვენ აღარ ვითვლით უკვე, მაგალითად, როგორიც არის ბოსტნეული. ბუნებრივია, ახლა მეც ყველაფერს არ ვითვლი, ვითვლი მხოლოდ იმ მაღალნახშირწყლოვან პროდუქტებს, რომლებიც უნდა მივიღო დღის განმავლობაში და შესაბამისად ვიტოვებ ხოლმე 15 გრამ ფანჯარას იმისთვის, რომ დანარჩენი პროდუქტები, რომელსაც არ ვთვლი, იმ პროდუქტების კატეგორიაში არ გადავაჭარბო ამ მინიმალურ სხვას და დამიჯერეთ თუ 15 გრამ ფანჯარას დაიტოვებთ, ნამდვილად არ გადააჭარბებთ კიტრით, პამიდრით, თუნდაც ბროკოლი იქნება, ეს ყვავილოვანი კომპოსტო იქნება, მწვანილი თუ ხახვი, არანაირად არ გადააჭარბებთ მერე უკვე იმ დანარჩენ 15 გრამში. ამიტომ დანარჩენი პროდუქტების დათვლა უკვე აღარ გჭირდებათ. ასევე მინდა გითხრათ, რომ რძის პროდუქტებით შეიცავს გარკვეული რაოდენობით ნახშირწყლებს, მცირე რაოდენობით, თუმცა მაინც შეგიძლიათ ეს სლაიდები გამოიყენოთ და ამითი ხელმძღვანელოთ და შესაბამისად ამ სლაიდებზე არსებული წმინდა ნახშირწყლების ოდენობები ამოიწეროთ და გამოიყენოთ ყოველდღიურობაში, რომ დათვალოთ ხოლმე ნახშირწყლები მარტივად და არ გადააჭარბოთ. თუ რომელიმე სხვა პროდუქტის ნახშირწყლების რაოდენობა გაინტერესებთ, შეგიძლიათ მომწეროთ, აუცილებლად მოვიძიებ ინფორმაციას და მოგაწვით. მე ძირითადად მაინც ისეთი პროდუქტები მოვიძიე, რომელსაც ყოველდღიურად მე პირადად ვიყენებ და საერთოდ ზოგადად გამოყენებადი არის.
კარტოფილი და ჭარხალი განგებ არ მაქვს შეყვანილი, რადგან კარტოფილი და ჭარხალი არის მაღალნახშირწყლოვანი ბოსტნეული და მინდა გითხრათ, რომ კეტოზე ეს ორი პროდუქტი არ გამოიყენება. რძის პროდუქტებთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ არ ვიღებთ რძეს, მაწონს და კეფირს, რადგან ესენი შეიცავენ დიდი რაოდენობით ლაქტოზას და ლაქტოზა იგივე შაქარი არის. თუმცა მინდა გითხრათ, რომ ბაზარზე არის ულაქტოზო რძეც და თუ ძალიან გიყვართ რძე ან რძიანი ყავა, შეგიძლიათ მიირთვათ ულაქტოზო რძე. მოკლედ, მეგობრებო, შეძლების დაგვარად ყველა ის ძირითადი პროდუქტი, რაც კეტო დიეტის დროს შეგვიძლია რომ მივიღოთ, წარმოგიდგინეთ უკვე. ამის გარდა, რა თქმა უნდა, შეგიძლიათ დღის განმავლობაში მიიღოთ ჩაი, ყავა, ნებისმიერი რაოდენობით, ნებისმიერ დროს. კეტო დიეტის დროს ვიკვებებით დღეში ორჯერ ან მაქსიმუმ 3 ჯერ. რაც უფრო დიდი შუალედი იქნება ბოლო კვებასა და შემდგომი დღის პირველ კვებას შორის, მით უფრო უკეთესი, რადგან ამ პერიოდში ცხიმი იწვება. თუ დღეში ორ კვებას გააკეთებთ ხოლმე, დამიჯერეთ, დათვლად კი არ დაგჭირდებათ ნახშირწყლების, რადგან ფიზიკურად ვერ შეჭამთ იმდენს, რომ ნახშირწყლების დღიურ დოზას გადააჭარბობთ. სასურველია კვების განმავლობაში ჩართოთ ყველა ის პროდუქტი, რომლის მიღებასაც აპირებთ დღის განმავლობაში და შემდგომ უკვე სხვა წარმახემსებელი პროდუქტებით აღარ იკვებოთ. კვებებს შორის შეგიძლიათ მიიღოთ, როგორც უკვე გითხარით, მხოლოდ ჩაი, ყავა ან წყალი. მოკლედ, ბოლოს მინდა ჩამოგითხოვოთ ის ძირითადი პროდუქტები, რომლებსაც საერთოდ არ ვეკარებით, ეს არის ნახევარფაბრიკატები, როგორც არის მაგალითად პილმენები, გაყინული ნაგეცები, გაყინული კატლეტები, ტოლმა და არ აქვს მნიშვნელობა ნებისმიერი რამ, რაც არ უნდა იყოს ნახევარფაბრიკატებს არ ვჭამთ. არ ვიღებთ ასევე გაზიან სასმელებს, იქნება ეს შაქრიანი თუ უშაქრო. უშაქრო გაზიან სასმელებშიც კი არის ბევრი ხელოვნური დამატკობელი, რომელიც ჩვენს ორგანიზმში ვერ გადამუშავდება და წლების განმავლობაში ნალექების სახით გროვდება. თუმცა, მეგობრებო, თუ თქვენ გაქვთ გაზიანი სასმელების მიმართ დამოკიდებულება, შეგიძლიათ ძალიან მარტივად ეს გაზიანი სასმელები ჩაანაცვლოთ მინერალური წყლებით. პირადად მეც ასე მოვიქეცი და ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. დღეისთვის, მეგობრებო, სულ ეს იყო. ვფიქრობ, ის ძირითადი ინფორმაცია, რაც დაგჭირდებათ კეტო დიეტის დროს უკვე მოგაწოდეთ. არის კიდევ რამდენიმე პროდუქტი კეტოზე, რაც შეგვიძლია რომ მივიღოთ, რომელზეც არ მისაუბრია, თუმცა ერთ ვიდეოში ფიზიკურად ყველაფერს ვერ ჩავატარდი. აუცილებლად გადავიღებ კიდევ ერთ ვიდეოს და მოგიყვებით იმ დანარჩენი პროდუქტების შესახებ, რომელსაც ასევე მივიღებთ კეტო დიეტის დროს. თუ მოგეწონათ ეს ვიდეო, აუცილებლად მოიწონეთ ვიდეო და გამოიწერეთ არხი. რაც შეეხება ჩემს კეტო სამზარეულოს, ძალიან მალე შემოგთავაზებთ ჩემს პირველ კეტო მეგობრულ რეცეპტს, ამიტომ გამოიწერეთ ჩემი არხი, რომ პირველმა ნახოთ. მადლობა კიდევ ერთხელ, რომ უყურეთ ჩემს ვიდეოს და შევხვდებით შემდეგ ვიდეოში.